შევკეროთ ნემსის და ძაფის გარეშე. კომენტარებში ბევრი მიწერს, რომ უნდა კერვა იცოდეს და გამოსდიოდეს სხვადასხვა ტანსაცმლის დამზადება, მაგრამ სინამდვილეში ტანსაცმლის გასაკეთებლად საერთოდ არ არის კერვის ცოდნა საჭირო და დღეს მე ამას დაგიმტკიცებთ. ამ სერიებში გავაკეთებთ ნივთებს, რომლების გაკეთებასაც საერთოდ არ სჭირდება ნემსი და ძაფი. წელს ძალიან მოდაშია ეგრეთ წოდებული რუშები, კაბებს, ტანსაცმელს, ედებს, მოკლედ ყველაფერს აქვს რუშები და გასწავლით როგორ უნდა გააკეთოთ რუში და გამოიყენოთ შარფად ყოველგვარი ნემსის და ძაფის და საკერავი მანქანის გარეშე. გაგჭირდებათ აი ესეთი მართკუთხა ნაჭერი, რომელსაც გადაკეცავთ ორად, რომ მიიღოთ 1 კვადრატი. ისათვის რომ ნაჭერი არ გამოძრავდეს და არ გაიქცეს, უნდა ავიღოთ ქინძის თავი და დავამაგროთ შუაში. შეგვიძლია ცარცეთ დავხატოთ ზედ ლოგოკინა. თუ გეზარებათ ზევიდან ხატვა, შეგიძლიათ უბრალოდ გამოჭრა დაიწყოთ. ვიწყებთ კუთხიდან. აი ხედავთ რატომაა საჭირო ქინძის თავი მოძრაობს ნაჭერი და ქინძის თავი კარგად ამაგრებს. მიიღებთ ესეთ ლოკოკინას და საბოლოო ნაბიჯია გვერდების გალამაზება. ანუ გარეთა წრის გამოჭრა. მოდით ნახოთ რა გამოვიდა. მსგავსი შარფები უზურგოსედებს განსაკუთრებით მოუხდება და ვინც გამოჭრით აუცილებლად დამთაგეთ, მაინტერესებს როგორი გამოგივათ. თუ მოგწონთ მსგავსი ნემსის და ძაფების გარეშე შეკერილი ნივთები, აუცილებლად დამიწერეთ რა გინდათ შემდეგში რომ ნემსის და ძაფის გარეშე შევკერო.